არ ვიცი ხუმრობაა თუ არა, მაგრამ ამ ერთმა ვიდეომ უფრო მეტი გააკეთა იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად აბსურდულია ტრანსგენდერების სპორტში მონაწილეობის არგუმენტი, ვიდრე რამე სხვა. და ბიჭებო, გეუბნებით არ ხართ მზად იმისთვის, რასაც ახლა ნახავთ. ფრთხილად განვიხილე და გადავხედე მოქმედ საკვალიფიკაციო წესებს. ამიტომ ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ვარ WNBA-ის კანდიდატი. თუ საკმარისია უბრალოდ გამოაცხადო, ვინ ხარ, მაშინ მე ვაკმაყოფილებ ყველა მოთხოვნას, რაც საჭიროა WNBA-ში ასპარეზობისთვის. კარგი, მათთვის, ვინც არ იცის რა არის WNBA, ეს არის NS კანტერი, NBA რა თქმა უნდა დიდი კალათბურთის ტურნირი, WNBA კი ქალთა ტურნირია. და ეხლა ის აცხადებს, რომ რადგან აქვს სრული უფლება და აღარ არის NBA-ის წევრი, აპირებს შეუერთდეს მას, რადგან ყველა წესის მიხედვით მისთვის სრულიად დასაშვებია, მას შემდეგ რაც გამოაცხადა, რომ ქალია. შემაგუნდმა და მე ყურადღებით შევისწავლეთ WNBA-ის შესაბამისობის კრიტერიუმები და თვით იდენტიფიკაციისა და ჩართულობის მმართველობის ჩარჩო. მიმდინარე წესების მიხედვით შემიძლია და ოფიციალურად ვაცხადებ ჩემს შესაბამისობას 2027 წლის მაისში გასამამართი WNBA-ის დრაფტისთვის. ნამდვილად არ ვარ აქ ვინმეს დასაცინად. ვერ ვაპირებ გავამასხარაო ან არ დავაფასო რომელიმე საზოგადოება ან პირადი არჩევანი. უბრალოდ ვითხოვ, რომ არსებული წესები თანაბრად გავრცელდეს ყველასთვის. წესები, რომლებიც ასახავს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ბევრი WNBA-ის მოთამაშე და მწვრთნელი საჯაროდ უჭერს მხარს. ჩემი გუნდი და მე მზად ვართ უზრუნველყოთ, რომ ეს წესები თანაბრად იქნას გამოყენებული. თანმიმდევრულად და გამონაკლისების გარეშე. ველოდები, რომ WNBA პატივს მიაგებს თავის დეკლარირებულ პრინციპებს. შევხვდებით სვეა ტრეინინგ კემპზე. ლასაკვირველია, ეს ვიდეო არ არის ვინმეს დასაცინად. ეს ხუმრობა არ არის, ეს სერიოზულია. ეს ბიჭი, რომელიც არის 6 ფუტი და 7 ინჩი სიმაღლის, თურქ-ამერიკელი მოთამაშეა, ამტკიცებს, რომ აქ არაფერს ცუდს არ აკეთებს. ის უბრალოდ ქალია და სურს ითამაშოს. და სინამდვილეში ზუსტად იმას აკეთებს, რასაც WNBA-ის წინა წევრები, მწვრთნელები და ხელმძღვანელობა ამბობდნენ, რომ სრულიად ნორმალურია. და ეხლა მან WNBA-ის სრულ ქაოსში ჩააგდო, რადგან მათ არ იციან რა გააკეთონ. ასე რომ კონტექსტისთვის მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის რა ხდება სპორტის სამყაროში, სხვათა შორის მე ვარ ირახ ქეი, გადაცემის პუშბექის წამყვანი. მოგესალმებით ჩვენს შოუში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ სიგიჟეს, რაც მედიაში, მსოფლიოში და სხვა გახდება. თუ თქვენს ფიქრობთ, რომ ზოგი რამ ნამდვილად აბსურდულია, მაშინ მოგესალმებით. თქვენი ხალხი იპოვეთ. მათთვის, ვინც არ იცის, NBA-ის სპორტული თამაშები ხალხს ცლებია უყურებს. ძალიან ნათალია, კაცები კარგად თამაშობენ კალათბურთს. WNBA-შიც ასეა, მაგრამ ბოლო დროს, როცა ვამბობ ბოლო 10 წლის განმავლობაში სრულიად ნორმალურად იქცა საუბარი ტრანსგენდერ კაცებზე, რომლებიც ქალებად ყოფნას ისურვებენ, კაცებზე, რომლებიც ტრანსქალებად გახდომას ცდილობენ სპორტში ჩართვაზე. და ამ ორგანიზაციების გამო მათი ეგრეთ წოდებული გაღვიძებული შეხედულებებისა და იმის შიშის გამო, რომ პოლიტიკურად არასწორად ჩათვლიან, ან უბრალოდ გარიცხავენ რაღაცის არასწორად გაკეთებისთვის და იმის სურვილით, რომ პროგრესულებად გამოჩნდნენ, ისინი მუდმივად აფართოებენ დასაშვების ფარგლებს. და როცა ვამბობ მუდმივად, ვგულისხმობ მუდმივად. მაგალითად, გინახავთ აბსურდული კომენტარები მწვრთნელებისგან, რასაც მალე გაჩვენებთ, და ხელმძღვანელობისგანაც, რომლებიც ამბობენ, დიახ, ჩვენ ინკლუზიურები ვართ და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ხდება იმ ქალების ხარჯზე, რომლებიც სპორტში მონაწილეობენ და ეს ძალიან მარტივია. ბოლო წლების განმავლობაში არგუმენტი გახდა ტრანს ადამიანებს ეკუთვნით უფლებები. პასუხი შეიძლება იყოს კი, მაგრამ ნამდვილად არა ქალების ხარჯზე. და ეს ვიდეო აშკარად დასცინის ყველაფერს, რასაც WNBA-ში ქალები გადიან, როდესაც ტრანს სპორტსმენებს აერთიანებენ თავიანთ თამაშებში. ეს ახლა იწოვს ცოტა. რა სიტყვით, ეს უკვე ესკალაცია. არა მხოლოდ WNBA-ც ცდილობს გაარკვიოს, როგორ უპასუხოს ამას, რადგან აშკარად აბსურდულია, მაგრამ უფრო და უფრო მეტი მოთამაშე გამოდის და იწყებს მსგავსი რაღაცების თქმას, უბრალოდ იმისთვის, რომ თავიანთი სათქველი დაამტკიცონ, რადგან ხალხს მობეზრდა, ისინი დაიღალნენ ამით. და როგორც თქვა, ჩვენ გაჩვენებთ ვიდეოებს მწვრთნელებზე და რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ასევე სხვა ადამიანების ხმებს, რომლებიც ასეთ უცნაურ რაღაცებს ამბობენ. გთხოვთ, ცოტაც გაგვიძლეთ, ეს ძალიან უცნაური ეპიზოდი იქნება. ეს არის ბოლდროინდელი ვიდეო WNBA-ის ვარსკვლავის გაბი უილიამსის, რომელიც ამბობს, რომ ხარს უჭერს ტრანსგენდერი ქალების ლიგაში თამაშს. მოусმინეთ ამას. მე ვფიქრობ, რომ ტრანსგენდერთა უფლებები ეხლა ჩვენი ახალი ბრძოლაა. ასე ვფიქრობ და ვამბობ, რომ ბრძოლები შეიცვალა. იცი, ჩვენი განზრახვები იგივეა, მაგრამ ეხლა როცა გარემო შეიცვალა, ვხედავთ, რომ ტრანს ადამიანების უფლებებს ართმევენ. ბევრი საუბარია ტრანს სპორტსმენებზე და იმაზე, რაში შეუძლიათ მათ მონაწილეობა. მე ყოველთვის მივიღებდი ტრანს სპორტსმენს ჩემს გუნდში ან ჩემი გუნდის წინააღმდეგ. არ ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ პრობლემაა. ეს უბრალოდ კიდევ ერთი გზაა ტრანს ადამიანებზე თავდასხმისთვის. იცი, ნახეთ მოთამაშეები, როგორიცაა ლაჟა კლარენდონი, ვინც წინ წამოიწია და საკმარისად მამაცი და კაბედული იყო, რომ ნაბიჯი გადაედგა. ასე რომ, მგონი ეს არის შემდეგი ბრძოლა, რომელიც ჩვენ როგორც სპორტსმენებმა უნდა ვიბრძოლოთ. პირდაპირ манипуляციური ტაქტიკებია, რომ ეს წარმოაჩინონ როგორც მამაცი ნაბიჯი კაცის მხრიდან, რომელიც ქალად ასაღებს თავს სპორტულ ლიგაში შესასვლელად, რათა დომინირება მოახდინოს სამარცხვინოა. მოდით პირდაპირ და გასაგებად ვთქვათ, ამაში არაფერია მამაცი. კი, შენ სიძულვილს შეხვდებ, მაგრამ ის, რასაც შენ აკეთებ, რეალურად არის მცდელობა გაანადგურო ქალთა
სპორტი შენი საკუთარი მიზნების, შენი აღიარების სურვილის სახელით. და ის ფაქტი, რომ არიან ნამდვილი მოთამაშეები, რომლებაც მთელი ცხოვრება დაუთმეს კონკურენციას, ისინი ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ მოიყვანენ ისეთ არსებებს, რაც ნიშნავს, რომ ისინი მოედანზე განადგურდებიან. იმიტომ რომ მეგობრებო, ნახეთ, თუნდაც უხერხულად გრძნობდეთ ამის თქვა, სიმართლეა, რომ მამაკაცები როგორც წესი უფრო ძლიერები და უკეთესები არიან სპორტში ვიდრე ქალები. ეს უბრალოდ სხვა ლიგაა, მათი სხეულები სხვანაირად არის აგებული, მათი შესაძლებლობები სხვანაირად არის აგებული და ეს სრულიად ნორმალურია და ეს სრულიად მისაღებია. მაგრამ რასაც აქ აკეთებ არის ის, რომ თქვენ აიძულებთ ქალებს დააყენოთ ისინი ისეთ მდგომარეობაში, სადაც მათ ფაქტობრივად უწევთ თქვენ ისეთი რაღაცები, როგორიცაა არა, ჩვენ ყველანი ფიზიკურად ზუსტად ერთნაირები ვართ. არა, ესე არ არის. შენ განსაკუთრებულად უნარიანი ხარ შენი შესაძლებლობებით და შენს განსაკუთრებულად უნარიანი ხარ შენი შესაძლებლობებით. და ეს შესაძლებლობები განსხვავებულია. კაცებს არ შეუძლიათ ბავშვობის გაჩენა, შენ შეგიძლია ბავშვობის გაჩენა, რაც ბევრ რამეში უკეთესად ხდის კაცებზე და კაცები უფრო სწრაფები და ძლიერები არიან რაღაცებში ვიდრე შენ. ეს ნორმალურია. ეს უბრალოდ სრულიად მისაღები ადამიანური ფაქტია. და ამავე დროს ქალებს არ ყენებენ ასეთ მდგომარეობაში, თითქოს უნდა თქვან, არა, ჩვენ ერთნაირები ვართ. და ეს ტრანსპორტსმენების საკითხია. არა, ასე არ არის. ეს ტრანსის უფლებებს არ ეხება. და სწორედ ესეთ რაღაცებს ვხედავთ NBA-სგან ბოლო რამდენიმე თვეში და ბოლო რამდენიმე წელიწადში, რადგან ბევრს გვეგონა, რომ ეს ტრანსის თემა დიდი ხნის წინ დასრულდა. ბიჭებო, მოდით ეს დიდი ხნის წინ დასრულდა. არგუმენტები ნათელი გახდა. თავიდან ყველა ამბობდა, კი, მოდით პროგრესულები ვიყოთ და ადამიანებს მხარი დაუჭიროთ, მაგრამ შემდეგ ძალიან ნათელი გახდა, რომ ეს უბრალოდ ქალების დასაცინად იყო და უფრო მეტი ადამიანი აღუდგა ამას. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს თემა ჯერ კიდევ განიხილება პირდაპირ ჭუიდან მშლის, როგორ შეიძლება ეს ჯერ კიდევ იყოს საკითხი? გულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ეს ჯერ კიდევ საკითხია, უნდა მოისმინოთ, რას ამბობს WNBA-ის ერთ-ერთი მწვრთნელი. მართლა ვერ დავიჯერე, როცა ეს ვნახე, იმიტომ რომ მწვრთნელი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის გუნდს წარმატებისკენ უბიძგებს. მოусმინეთ. ვიცი რომ რეგულარულ სეზონში ფიორს აღარ ხვდები, მაგრამ შესვენების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი ამბავი იყო სოფი კანინგჰემი და მის მხარდასაჭერად და მის წინააღმდეგ გამართული პროტესტები. და იცი დღეს მათ ჰქონდათ ეროვნული ტელევიზიით გადაცემული თამაში და შერილმა იცი მაისური ჩაიცვა და ეს უბრალოდ საუბრის თემა. მაინტერესებს რას ფიქრობ ამაზე? ფიქრობ რომ ეს კარგია ლიგისთვის, აკნინებს ეს კალათბურთს, უბრალოდ ხმაურია, უბრალოდ მაინტერესებს შენი აზრი. ფიქრობ, მადლობა ამ კითხვისთვის. ფიქრობ, უბრალოდ რომ დავაზუსტ. სოფი კანინგემი გამოდის წინააღმდეგ ტრანსგენდერი ქალების NBA-ში დაშვების, რადგან აშკარად ეს არ არის სამართლიანი. როგორც მე ამას ვხედავ, თუ შემეძლო პასუხისგაცემა, ჩემთვის სპორტი არის კუთვნილების გრძნობა. ეს ინკლუზიურობაზეა. ეს ნიშნავს ყველას მისცეს საშუალება იყოს საკუთარი თავი. იცით, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად გამკრიტიკეს ჩემი სიმაღლისა და ეთნიკური წარმომავლობის გამო. მქონია შემთხვევები, როცა მიგრძნია, რომ აქ არ უნდა ვიყო. და ჩემთვის არ მინდა, რომ ეს ადგილი, განსაკუთრებით Golden State-ი, ოდესმე ასე იგრძნოს. ამიტომ მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ქალებს, პატარა გოგონებს, რომ მათ ჰქონდეთ თამაშის უფლება და ეს მოიცავს ტრანსგენდერ ქალებსაც. ასე რომ ჩემთვის ინკლუზიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. გულისხმობ, შენ ამბობ, რომ ინკლუზიურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში სპორტი სინამდვილეში არ არის იმისთვის, რომ ადამიანებმა საკუთარი თავი აღმოაჩინონ. სპორტი კონკურენციაზეა. კარგი, მოდი ძალიან დათვალოთ თქვათ. სპორტი არის იმის შესახებ, თუ ვინ არის საუკეთესო ფიზიკურ სპორტში. ეს არის სპორტის არსი. ეს არის ის, რაც გსურთ უყუროთ. ეს არ ეხება მხოლოდ იმას, რომ ვინმე უბრალოდ აიდენტიფიცირებს თავს. სხვა შემთხვევაში თამაშებში მიიწოდნენ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ცუდად თამაშობენ სპორტს. უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან უნდათ. არა, ეს ასე არ არის. წარმოიდგინეთ, რომ თავარი მწვრთნელი ამბობს, კი, მართლა მჯერა, რომ ეს ქალებისთვის და ახალგაზრდა გოგოებისთვისაა, რომლებიც სპორტის და ამიტომ მე შემოვიყვანა მამაკაცებს, რომლებიც მოედანზე გაანადგურებენ მათ. ასე რომ ვფიქრობ, ეს არის კონტექსტი და გარკვეული ფონი, ასევე საუბარი, რომელიც სულ უფრო იზრდება და მძაფრდება იმ სიგიჟის გარშემო, რაც ხდება განსაკუთრებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ანუ თქვენ ხედავთ ამას. სოციალური მედიის მომხმარებლები მოუწოდებენ WNBA-ის გუნდს, რომ კონტრაქტი გააფორმოს ტრანსგენდერ ფრანტ კალათბურთელ ჟული ტოსთან, რომელიც საშუალო 20 სიკულას აგროვებს თითოეულ თამაშში. მან 2021 წელს განაცხადა, რომ ტრანსგენდერია. ის არის 1.99 მეტრის სიმაღლის და საშუალოდ 20 მოხსნას აკეთებს. კარგი, შეხედეთ მას. შეხედეთ, როცა ამას უყურებთ. ეს კაცია, ეს არაა ქალი, ეს კაცია. და ეს კაცია, რომელიც ასპარეზობს, შეხედეთ ზომის სხვაობას, კარგი? და დაიმახსოვრეთ, როცა გოგოებზე ლაპარაკობთ, რომლებიც კალათბურთს თამაშობენ, ისინი ყველაზე მაღალიები არიან, ყველაზე გამართული, ყველაზე წარმოუდგენლად ძლიერი ქალები არიან, მაგრამ ის მათ დაჩრდილავს. ის მათ ისე აჩენს, თითქოს პატარა ნაზ გოგონებად გამოიყურებიან, რაც სპორტსმენ გოგოებს არ ახასიათებთ, განსაკუთრებით კი კალათბურთელებს. მაგრამ ფაქტი, რომ ასეთი ზეწოლა რეალურად არსებობს, რომ ვიღაცამ 2021 წელს ტრანსგენდერად გამოაცხადა თავი და მას უბიძგებენ, რომ ქალთა სპორტულ გუნდში იყოს, უბრალოდ შეხედეთ ამას. ეს ანუ რას უყურებთ საერთოდ? რას უყურებთ? რატო ვთამაშობთ? თითქოს ეს ნორმალურია. ნახეთ, გინდათ ტრანსლიგა შექმნათ, გააკეთეთ, მე მთლიანად მხარს უჭერ. გინდათ ლიგა შექმნათ, რომ ყველამ შეძლოს მისვლა, ყურება და ტრანსმოძრაობის 100%-ით აღნიშვნა
მაგრამ ნუ წაართმევთ იმ ქალებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება სპორტში გაატარეს და როგორც გითხარით, ეს ერთადერთი ადამიანი არ არის, ვინც პასუხობს. სხვათა შორის უნდა მოусმინოთ, როგორ უპასუხა WNBA-მ ამ საკითხს. WNBA-ის კომისარი ქეთი ენგელბერტი აგზავნის ტრანსების ჩართვის მემორანდუმს ენეს ფრიდომისა და როის უაიტის განცხადების შემდეგ. კარგი. მან პარასკევს გუნდებს წერილი გაუგზავნა, სადაც ლიგაში ტრანსგენდერი სპორტსმენების ჩართვასთან დაკავშირებულ შეშფოთებას შეეხო. მას შემდეგ, რაც ორი ყოფილი NBA-ის მოთამაშემ გამოაცხადა, რომ აპირებენ თავი წარადგინონ შემდეგ WNBA-ის დრაფტზე. რა თქმა უნდა, ყველანი უნდა ვიყოთ ინკლუზიურები და კეთილები, მაგრამ როგორც გითხარით, ეს უბრალოდ დაცინვაა და აბსურდულია. არაფერმა ასე წარმატებით არ აჩვენა, რამდენად შეშლილია ტრანსქალიების სპორტში ჩართვის იდეა, როგორც ამ შემთხვევამ. ანუ, შეხედეთ ამ კაცს. ამ კვირის დასაწყისში განცხადება გავაკეთე. ტრანსგენდერი ვარ, ქალი ვარ. ზოგჯერ ქალად ცნობ თავს, განსაკუთრებით პროფესიონალური კალათბურთისთვის. ასე რომ 2027 წელს WNBA-ის დრაფტზეც ჩემს კანდიდატურას დავაყენებ. ფიქრობ შეუჩერებელი ვიქნები, მაგრამ მე გუნდისთვის თამაშობ პირველ რიგში. პასის გაკეთება მიყვარს, ასეთი მოთამაშე ვარ. პატარა საქმეებსაც ვაკეთებ. აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში 5-ვე მთავარ სტატისტიკურ კატეგორიაში ჩემი გუნდის ლიდერი ვიყავი. ყველაფერს ცოტას ვაკეთებ, რასაც მწვრთნელი მთხოვს. ყველაფერს გავაკეთებ. რასაც გოგონები მთხოვენ, იმასაც გავაკეთებ. გონია რომ WNBA-მ შეიძლება კაფიო განცხადება გააკეთოს იმ ბიჭებზე, რომლებსაც კვერცხები აქვთ და ქალთა ასოციაციაში თამაშობენ. მაგრამ ხო იცი, ეგ ალბათ ზედმეტად სწორი იქნებოდა. ასე რომ და არ მინდა რომ დისკრიმინაცია მომიხდინონ. ეხლა მე მინდა სამართლიანი მოპყრობა. მე შავი ვარ. მე ახალგაზრდა შავი ვარ. იმედია ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, რომელსაც სურს სამართლიანი შანსი ჰქონდეს, რომ ზოგჯერ ტრანსგენდერ ქალ სპორტსმენად იდენტიფიცირდეს და მონაწილეობა მიიღოს. გულისხმობ, არაფერია, რაც ამ სისულელეს ასე აშკარად აჩვენებს. და იცით რა არის ამ ყოველფრის ირონია? WNBA პანიკაშია, არ იციან რა ქნან, როგორ უნდა უპასუხონ, როგორ უნდა იყვნენ ინკლუზიურები, მათ სჭირდებათ განსაზღვრებების შემუშავება. მაგრამ აი რა არის საქმე? წლებია სპორტსმენები იყენებენ თავიანთ სპორტულ პლატფორმას, როგორც პოლიტიკურ მოძრაობას. ხო ასეა, პოლიტიკურ დღის წესრიგს ავრცელებენ, ამკვიდრებენ ისეთ რაღაცებს, რაც საშინელია. იყო ბრძოლები ლია თომასის წინააღმდეგ. წლებია ქალები ხმამაღლა აპროტესტებენ ამას. და ეხლა როცა კაცები შემოდიან, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს და ამტკიცებს ამას. WNBA-ის და თავისი პლატფორმა პოლიტიკურ ჩართულობაზე გამოეყენებინა, მაგრამ იქნებიან ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მათ საპირისპირო შეხედულება აქვთ ამაზე და სურთ თავიანთი პლატფორმა გამოიყენონ პოლიტიკური ჩართულობისთვის, ან იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად სულეგურია ეს განცხადებები. და ძალიან ლამაზია იმის ნახვა, რომ ეს ორი კაცი გამოდის და ასე ადასტურებს, რამდენად შეშლილია ეს ყველაფერი, რამდენად არასწორია. რამდენად არასწორია ეს. და ეს ძალიან მომწონს, ამისთვის ვცხოვრობ. ამ ყველაფრის თითოეულ წამს ვტკბები. და WNBA-ის სულ გადაირიოს, რა უნდა თქვას. და შეგახსენებთ, ვიცი რომ თქვენგან ბევრმა ბოლო კვირებში მიიღო კითხვები ტრანსგენდერი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით ქალთა კალათბურთში და ველოდები რომ ეს თემა კვლავაც დიდ ყურადღებას მიიპყრობს. მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა, როგორ ბუდგებით ამ საუბრებს ლიგის ოფისში და მადლობა გადაგიხადოთ მათ, ვინც მედიის კითხვებს სიფრთხილითა და პროფესიონალიზმით უპასუხეთ. ენგელბომ თქვა, რომ ეს საკითხი სიღრმისეულია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს რთული და მრავალმხრივი თემაა. არა, ასე არ არის და მომავალ თვეებში თქვენთან და მოთამაშეთა ასოციაციებთან მნიშვნელოვან საუბრებს გავაგრძელებთ. ასევე ვგეგმავთ დამატებითი დისკუსიების გამართვას და მოსაზრებების მოსასმენ შეხვედრების შეთავაზებას ყველა გუნდის ლიდერისთვის, ვისაც მონაწილეობა სურს. თქვენი ხედვა და უკუკავშირი ფასდაუდებელია და მადლობას უხდი მათ, ვინც უკვე გამოგვეხმაურა და თავისი აზრი გაგვიზიარა. ვაუ, რა სრული იდიოტია. ანუ ეს უბრალოდ სიბრიყვეა. ხო ხედავთ, რამდენად სულელურია ეს ყველაფერი ეს ბიჭი. როის უაიტი ამბობს, რომ ჯერ 72 საათიც არ არის, რაც საჯარო ტრანსად გამოვაცხადე თავი და უკვე ამდენ სიძულვილს ვიღებ. უბრალოდ მინდა ჩემს გოგოებთან ერთად კალათბურთი ვითამაშოთ ჩემს ქალურ ეპოქაში. რატომ არ შეგიძლიათ ჩემთან ერთად იყოთ ბედნიერები? ანუ, შეხედეთ, რამდენად ქალურია ის. სუპერ ქალური. კარგი. კлау, როგორც თქვით, შენ ყავს როის უაიტი და NSC. კარგი, ეს ორი ადამიანი. და ამას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ათობით და ათობით მილიონი ვიდეო და ნახვა ამაზე, რადგან ხალხი აცნობიერებს, ღმერთო ჩემო, ეს უბრალოდ არანაირ აზრს არ ატარებს, როცა ამ სულელური ინკლუზიის ენას მოაშორებ და აჩვენებ, რაც სინამდვილეშია. ეს სიგიჟე არა. და ცხადია მემარცხენეები ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთი მემარჯვენე ფანატიკოსის მცდელობაა ყურადღების მისაქცევად. სინამდვილეში შეიძლება ის უფრო მეტად ცდილობს ქალთა უფლებების დაცვას, ვიდრე თქვენ უდესმე შეძლეთ. სტივენ ეი სმითი ამაზე უკან არ დავიხევ. შეგიძლია მხარი დაუჭირო ქალთა უფლებებს და ამავე დროს გჯეროდეს, რომ ბიოლოგიურ მამაკაცებს არ უნდა მიეცეთ უფლება ქალთა სპორტში მონაწილეობისთვის. ეს ორი რამ ერთმანეთის გამომრიცხავი არ არის. ჩემი პრობლემა სიძულვილი არ არის. ეს არის ქალების და გოგონების დაცვა და კითხვა, რატო ირჩევ WNBA-ის მწვრთნელი, რომ თავი ჩართოს ისეთ დავაში, რომელიც შეიძლება ავნოს იმავე ლიგას, რომელსაც უნდა წარმოადგენდეს. ჯანსაღი აზრი ისე მნიშვნელოვანია. ეს არის ჩემი პოზიცია. სწორია. შეგიძლია იყო ხალხის უფლებების მხარდამჭერი, მაგრამ ასევე დაუჭირო მხარი იმას, რომ ქალებს უნდა ქონდეთ
სპორტში თამაშის უფლება. Clay Travis-ი ამაზე არ ხუმრობ. მზად ვარ ვიყიდო WNBA-ის გაფართოების ფრენჩაიზი და ისინი ნეშვილში დავაფუძნო. Pizza მეყოლება 100%-ით ტრანსგენდერი გუნდი. ყველა კაცი, ვინც თავს ქალად მიიჩნევს. ასევე დავასაქმებ 100%-ით ტრანსგენდერ სამწვრთნელო შტაბს. ყველაზე ინკლუზიური გუნდი ისტორიაში ამ ქალის დაცინვის მიზნით. იმიტომ რომ რას ამბობ საერთოდ? შენ ხარ გუნდის მთავარი მწვრთნელი და ამბობ რომ ეს ინკლუზიურია. ეს არ არის ინკლუზიური. როგორც რამდენიმე დღის წინ თქვი, ვაცხადებ რომ 2027 წლის WNBA-ის დრაფტში ვმონაწილეობ. ზოგჯერ თავს ტრანსგენდერ ქალად ვცნობ. ჩემი პარიკი გზაშია. ესენი არიან ორი ბიჭი, რომლებიც გამოირჩევიან და ჩემი აზრით ამ ლამაზ და წმინდა საქმეს აკეთებენ გუნდებისთვის, სპორტში მყოფი ქალებისთვის. ანუ მოусმინეთ რას ამბობს ტრამპი ამაზე. და გეტყვით რომ თუ ოდესმე ეს მოხდებოდა, მე ვიქნებოდი ქალთა კალათბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მწვრთელი. იმიტომ რომ მე LeBron James-ი არ მომწონს, Michael Jordan-ი ბევრად უფრო მომწონს. მაგრამ მე მივიდოდი LeBron James-თან. მნიშვნელობა არ აქვს ვეტყოდი LeBron, ოდესმე ქონია სურვილი რომ ქალი ყოფილიყავი. იმიტომ რომ მინდა რომ შენი თამაშო ჩემს გუნდში, რომელსაც ვქმნი. მეყოლება ისტორიაში საუკეთესო გუნდი, ისინი არასდროს სააგებენ. არავინ 70 ქულაზეც კი ვერ მიუახლოვდება ამ გუნდს. ეხლა ეს უნდა შევცვალოთ და უნდა გავხადოთ ნორმალურად ამაზე საუბარი. იცი, ის ახალგაზრდა ქალი, რომელზეც საუბრობდი, ეშინია ამაზე საუბრის. მას გარიყავენ და ბოიკოტს უცხადებენ, როცა ამაზე საუბრობს. გულისხმობ, ამაში გენია ისაა, რომ მე ვიქნებოდი საუკეთესო WNBA-ის მწვრთნელი და ყველა ამბობს, რა თქმა უნდა, ტრამპი ისევ ტრამპობს. იმიტომ რომ უბრალოდ LeBron James მოვიყვანდი და ვეტყოდი, რომ უნდა თქვას, ქალი მინდა ვიყო. და აი შეგახსენებ, რომ მას შემდეგ რაც ორი ყოფილი NBA-ის პირველი რაუნდის დრაფტის მოთამაშე WNBA-ის დრაფტზე დარეგისტრირდა, WNBA-ის კომისარმა განაცხადა, რომ ლიგა შეიკრიბება, რათა განიხილოს, რას ნიშნავს ქალი იურიდიული დასაშვებობისთვის. ეს შეხვედრები პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს. ამის ხურება აუცილებელი იქნება. და ის მართალია. ეს სამწუხაროა, მაგრამ გენიალურია. და სწორედ ასეთი რაღაცებია საჭირო, რომ დავამტკიცოთ ამ მოძრაობების სიგიჟე, რომლებიც ანადგურებენ ქალთა უფლებებს და გვართმევენ სპორტს. და ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს პრობლემა ჩვენ ვართ, რადგან ამას ვამხელთ. პრობლემა ჩვენ არ ვართ, ისინი არიან. და ხო პირდაპირ შეეჯახებიან ამას. მადლობა ამ საკითხზე ყურადღებისათვის.